გასულ გადაცემებში უკვე ხო გავარკვიეთ ეს სამყარო როგორ მუშაობს და როგორია ამ სამყაროს კანონები. ხო და დღევანდელ გადაცემაში უკვე სხვა სამყაროებზე ვისაუბრებთ, სხვა ცივილიზაციებზე და არამიწერ არსობებზე, რომლებიც გავლენებს ახდენენ ჩვენ სამყაროს. მოკლედ, ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ, ასე რომ ბოლომდე ჩაუჯექით. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება მხატვარი და მუსიკოსი ლევან ლაზარიშვილი. მე მაოცებე ლამპიონები შენს ლამასახე რომანათებე არგეშილია გამარჯობა ლევან როგორ ხარ? კარგად შენ როგორ ზანდები? მე ხარია რომ ბათუმში ხარ ძალიან მიხარია ესეთი გარემოა აბსოლუტურად განსხვავებული თბილისისგან და მართლა? უკეთესი ენერგიებია როგორ ვიქნებ? ენერგიები უფრო მშვიდია და სილამაზე რა თქმა უნდა თავისთავად. სხვათა შორის დედა ჩემი მეუბნება რომ 3 წლამდე ლევან ლაზარიშვილის გარეშე არ იძინებდი. ბავშვობაში. როგორ მახსოვს ის ბავშვი საყვარელი ხუჭუჭთმიანი. მარგეშინია? არა, მე მაოცებე ლამპიონები ამ ლამასენას რომანათებეს მე მოდიოდი თქვენსკენ ოცნებით და თუ ამ ცხოვრებაში თვალი გავახილე და უკვე მომღერალი ვიყავი. ანუ თავიდანვე ისე დალაგდა რომ პირდაპირ სცენაზე აღმოჩნდა ეგრევე რაღაც მომზადების გარეშე. უცებ აღმოჩნდა დიდ სცენაზე. მუსიკალურად ცხოვრობ დღემდე და ასევე ხატვის თემა არის ძალიან საინტერესო. მეც ვდაწილად პერსონალურად ჩემთვის დახატული ნახატი, რომელიც შენ ჩემთვის დახატე და საკმაოდ ლამაზი გამო. ძალიან ლამაზია. აი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთია, რაც სახში მაქვს. ყველა ადამიანს ვისთვისაც მაქვს დახატული, ამბობენ რომ აი ჩემი ნახატი ჯობიაო. ხო, ყველას თავისი მოსწონს. ეგ როგორ მუშაობს ვერ ხვდები, მაგრამ რაღაც არის. საერთოდ რას ხატავ ლევან? მოდი მომიყევი და მოვუყვეთ ჩვენს მაყურებლებს. მე ვხატავ. ფაქტურად ხატავ არ ქვია, ვხატავ წერტილოვანი ტექნიკით, ფერწერა, ტილოებზე რა თქმა უნდა. სხვა ფორმატი არც მიცდია. მთელი იდეა არის იმაში, რომ ადამიანს დაუხატო თავისი ენერგეტიკა, გამოიყენო ჰოროსკოპი, გამოიყენო სტიქია, გამოიყენო იმ ადამიანის პირადი ენერგია, ანუ რაღაც ოდნავ შენ კონტაქტი უნდა გქონდეს შემხებლობა და შეიცადო მე აღწერო ის და სამყაროდან მიიღო ის ინფორმაცია რაც მაგ ადამიანზე მოგდის. როგორ გამომდის ახლა ეს კიდე მეორე თემა და როგორც გადმოვცემ, ვთვლი რომ მაქსიმალურად ახლოს გადმოვცემ იმას, რაც მე მესმის და აი სამყაროსგან ინფორმაციას როგორ იღებ? აი ხა ჩემთვის როგორაა დაალაგებული. სხეული და სული არის ეს ის შეერთება, სადაც ადამიანი უკვე გაწარმოაჩენს იმ თავის სულიერ ინტელექტს და სულიერ იმ ცოდნას, რომელიც სულიერ სამყაროდან მოაქვს. აქედან გავიდა სხეულს ვიყენებთ, იმიტომ რომ მოვახდინოთ კომუნიკაცია ზოგადად მატერიალურ სამყაროსთან, შეხება და ეს ხდება ენერგეტიკის დახმარებით, როგორ ხდება ახლა. ჩვენი სხეული არის ჩაკრებით დაკავშირებული სულთან, სული მართავს სხეულს, გონებაში ის ინფორმაცია, რომელიც სულიდან მოდის, იმას გონება ჩვეულებრივად იკითხულობს, მაგრამ შესაძლებელია, რომ დაუშვათ შენ გონებაში შემოვიდეს ფიქრი, რომელიც შენი არ არის. წარმოიდგინე ეგეთი რამე. შენ უნდა ამოიცნო, რომელი ფიქრი არის შენი და რომელიც შენი არ არის. თუ შენს გონებაში არის ფიქრი, რომელიც შენი არ არის და შენ ამას ვერ აცნობიერებ, მაშინ ან ძალიან კარგად არის საქმე და ან ძალიან ცუდად, იმიტომ რომ თუ ეს ფიქრი გაქვს, რომელსაც უნდა შენი მართვა და იმ ფიქრს მიყვევი, დაუშვათ, ეხება ინსტინქტებს, ეხება სურვილებს, ეხება რაღაც სიამოვნებებს. შეიძლება წაგიყვანოს ცუდი მიმართულები. გაჩვევ იგე კონტაქტება. გეკონტაქტება იმ ვიბრაციების სული, რომელთან შენ ხარ ახლოს. დაუშვათ დილით გავიღვიძეთ, ვართ ბედნიერები, გვაქვს სული გვაქვს ამაღლებული განწყობაზე, მაგდროს კონტაქტი გაქვს იმ სულთან, თუ კი აქვს იმას სურვილი, ანუ კონტაქტი რას ნიშნავს? მე უნდა მიდოდეს შენთან ურთიერთობა. მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რომ შენ როგორც მინიმუმ აცნობიერებ იმას, რომ ეს ფიქრი შენი არ არის. მაშინ შენთვის აზრი არ აქვს. თუ
კონკრეტულ რაღაცას აკეთებ, დაუშვათ ხარ ჟურნალისტი, მიყავს რაღაცა კონკრეტული რეპორტაჟები, კონკრეტული დაუშვათ თემა გაქვს, კონკრეტული გადაცემა გაქვს და შემდეგ გადაცემაზე ფიქრობ. ამ დროს შეიძლება შენ ფიქრში შემოდიოდეს ის სულები, რომელსაც აინტერესებს, რომ შენ ამ მიმართულებით დაუშვათ რაღაცა თემა უფრო განავითარო. მოგდის ეს ფიქრები, იმიტომ რომ ამ დროს სულიერი სამყარო ერთვება. იმიტომ რომ რაც უფრო რეზონანსულია, რაც უფრო მეტ ხალხამდე მიდის, მით უფრო ინტერესი აქვს დაუშვათ შენი, რომ შენ დაუშვათ ასე თუ ის რაღაც აქცენტები გააკეთო და ხალხი რაღაცებზე უფრო დააფიქრო. იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს ის შედეგი, რომ ამის შედეგად შეიძლება რამოდენიმე დაუშვათ კატეგორია ადამიანებმა თავისი სულიერი ვიბრაციები აწიოს. ამ შემთხვევაში უკვე შენ გამოდიხარ მნიშვნელოვანი. ამიტომ ის კვანძი ვინსგანაც შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთეს, იმასთან უკვე კონტაქტობენ. ხო ხდები აზრი რა შედევს. რა მაინტერესებს იცი, ლევან, შენ ადრე მითხარი, რომ ჩვენი სულის 30%-ია მარტო ამ მატერიალურ სამყაროში, 70 იქ არის სულების სამყაროშიო და აი ეს მინდა რომ რაღაც ეგ როგორ არის, ახლა მე როგორ ამიხსნე ესე. პირველ რიგში უნდა გავიგოთ ის, რომ სული იბადება სულიერ სამყაროში. ხო. ანუ ჩვენ იქ ვიბადებით, ღმერთმა გაგვაჩინა სულიერ სამყაროში, მაგრამ იქ ჩვენ ის პოზიცია, რა პოზიციაზეც იქ სულიერ სამყაროში წარმოვიდგინეთ, რომ ვიყავით, ანუ ღმერთთან რა დონეზე ახლოს იყო, ან ცოტა უფრო შენ იყო, მაგას შენ ირჩევ. ხო, ამიტომ სული ირჩევს. სული ირჩევს, ანუ რა დონეზე სიახლოვე კონდეს ღმერთთან. იმიტომ რომ აქვს თავისუფალი ნება. აქედან გამომდინარე, როგორც კი მაგას აფიქსირებს, აქვს საშუალება რომ დაიბადოს მატერიალურ სამყაროში. იმ შემთხვევაში, რომ მატერიალურ სამყაროში მატერიიდან მიიღოს ის გამოცდილება, რაც დაუშვათ სულიერ სამყაროში ვერ მიიღებს მაგ გამოცდილებას. მაგრამ თვითონ სხეული, რომელშიც ანუ სხეულები არ იბადებიან სულის გარეშე, არ არსებობს ეგეთ. ანუ ყველაფერი რაც სულიერია, ყველაფერში არის სული. ფაქტობრივად, მატერიალურ სამყარო შექმნილია სულიერი სამყაროსთვის. აქედან გამომდინარე, სული, რომელიც იბადება სხეულში, თვითონ ფიზიკურად სხეულში ვერ იბადება მთლიანი სული. რო გავიგოთ უფრო ადვილად, ანუ სულიერ სამყარო მთლიანად რო დატოვო ეგ არ შეიძლება. აი იქიდან მთლიანად ვერ გამოდიხარ. და ის 70% იქ არის ჩემი. რატო? იცი თვითონ ამ სხეულსა აქ ეკთვისება, რომ ეს სხეული ვერ იტევს 30%-ზე მეც. არის დაუშვათ ცივილიზაციები, სადაც მეტი პროცენტით იბადები, ან ნაკლები. და ის 70% ის 70% არის, ის არის შენი უმაღლესი მე. უმაღლესი მე არის, რომელსაც შენ ეძახი სინდის. ის სინდისის სახით სულ გელაპარაკებ, იმიტომ რომ იმას არ უნდა თუ დედოსაც შენ სინდის აღარ უსმენ, მაშინ შენ თვითონ ბლოკავ იმასთან კონტაქტს. და კარგავ იმასთან კონტაქტს. და რა თქმა უნდა მიდიხარ უკვე დაბალ საფეხურზე. სინდის ვერ დაემალები ვამბობენ, სინდისმა ყოველთვის იცის სიმართლე, რომ სინდისთო სინათლე. ამიტომ მაგარი სახელი ქვია იმ 70%. ხო, და იმ 70% ის სახელი ქვია, რომელიც შენ აც არ უნდა სადაც კედელს ამოეფარო. ვერსად ვერ გაიქცევ. ვერ ემალები, იმიტომ რომ ღმერთს ვერ ემალები ფაქტურად, იმიტომ რომ ის მატერიაში ყველაფერში გადის. შიში რა არის? შიში არის ამ სამყაროს ძალიან ახასიათებს ამ მატერიალურ სამყაროს. ორნაირი შიში არსებობს რა. ერთი შიში არის გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც სხეულშია. ხო, ნუ ეს ბუნებრივი ამბავი. ეს არის და შიში, რომელიც არის სულიერი შიში, ეგ არის სიყვარულის საწინააღმდეგო ენერგია. ის სიყვარული, როგორც წარმოვიდგინოთ, როგორც ენერგია არის, თბილი ენერგია და შიში არის ცივი ენერგია. აი როგორ გზნობ შიშს? აი სხეულში როგორ გიგზნია? უცებ რაღაცა ცივს გაუვლია, ხო? ნეგატიური რაღაც თუმცა რაღაცა წამიერად ესე გაივლის შიში. ვერ ჩერდება, იმიტომ რომ არ აქვს მუდმივი საწყისი. ხო. და შიში არის თვითონ როგორც ენერგია ცივი და როდესაც შენ დაუშვათ ხარ სიყვარულში, ან ორგანიზმი გითფება. და ეს განსხვავება ცივსა და თბილს შორის ორივე ერთად შეუთავსებელია. ანუ ან გეშინია და ან გიყვარს. აი რამდენჯერ შეიძლება რომ ამ სამყაროში მოვიდეს? ამიშება რომ მოხვიდე? ქრისტიანულად არის ისე რომ ადამიანი ერთხელ იბადება, ოღონდ ეგ ცოტა სხვა მიზეზი არსებობს. ჩემი ცოდნით, მე ამას ობიექტურად არ ვაცხადებ და რა თქმა უნდა, ჩემ კონკრეტულ აზრს ვიტყვი. მეორე საუკუნეში ქრისტიანებისთვის ეთქვათ, რომ არსებობს რეინკარნაცია. იმ დროში, როდესაც გაიგებდნენ, რომ თუ კი რეინკარნაცია არსებობს, ესე იგი მე მოდი ამ ცხოვრებაში ყველაფერს გავაკეთებ, რაც მინდა და მე შემდეგში გამოვასწორებ. ეგ უკვე ეწინააღმდეგებოდა რელიგიასაც, იმიტომ რომ შენ თუ შემდეგში გამოასწორებ, ესე იგი შენ ამ ცხოვრებაში ქრისტიანობას არ აპირებ. და ეგ არავის არ ჭირდებოდა, იმიტომ რომ იმ დროინდელ ხალხსთან, უმართავ ხალხსთან, წერა-კითხვის გაუნათლებას
იმათვის რეინკარნაცია ცოტა ადრე იყო. ცივილიზაციას თავისი პერიოდი აქვს, როცა რაღაცის მიღება შეუძლია ინფორმაციის. ეხლა ჩვენ ბევრი რამეს მიღება ამ ეტაპზეც არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდე როგორც ცივილიზაცია, ახალგაზრდა ცივილიზაცია ვართ. ჩვენ ამას დაუხვეწავთ 10,000 წელი გავა, 20,000 წელი გავა. ისევ შეიძლება ჩვენ მოვიდეთ, მაგრამ პრინციპი იმაშია, რომ როგორც ცივილიზაცია ჭეშმარიტება მივიღოთ ისე, როგორც ჩვენ შეგვიძლია რომ მივიღოთ. რეინკარნაციის მიხედვით მე დავუშვათ დღეს ვარ აქ. ესე იგი აქამდე რაც ქონია, რომელიც მე ხა დაბლოკილი მაქვს, მეხსრება და არ მახსოვს. მაინც ხომ მნიშვნელოვანი დღევანდელი ჩემი ცხოვრებაა. აჰა, რა თქმა უნდა. ამიტომ ის წინა რეინკარნაციების ინტერესი ფაქტურად არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა რეინკარნაციის თუნდაც საუკეთესო ვარიანტი დღეს უნდა ვიყო. რახან ეს არის მნიშვნელოვანი, აქ მაქვს იმის შანსი, რომ განვავითარო ისაც იმ ცხოვრებებში ვერ შევძელი. და ეს პროგრესი არ მთავრდება და მეორე კიდე ლოგიკა არის იმაში, რომ წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ აი ერთი მანვანტარა, ხო იცი რასაც არის? წარმოგიდგენთ მთელი სამყაროს ციკლი, რომელიც არის 150 მილიარდი წელი. ამ 150 მილიარდ წელიწადში, სადაც ამ დროში სულების ამ მილიარდობით პლანეტებზე იბადებიან, მილიარდობით პლანეტებზე. იბადებიან, ვითარდებიან, ყველა ცივილიზაციები მე ერთიანდებიან, მე რაღაცებს ერთმანეთს ასწავლიან, რაღაც ჯგუფებს ქმნიან, გაერთიანებებს და მიდიან წინ და წინ. ეს მე ისევ ნადგურდება, ყველა სული ისევ ბრუნდება სულიან სამყაროში და მე ახლიდან იწყება. ეს ციკლები არ მთავრდება. ესე იგი, თვითონ სიცოცხლეც უსასრულოა და განვითარებაც უსასრულოა, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩვენ გვჭირდება. ფაქტობრივად როგორ გამოდის, იცი რომ კიდევ უფრო რთულად არის სიამოვნებაში ეს განზომილება არის სულიერ სამყაროდან ერთ-ერთი დაბალი კლასტერი, სადაც 20-მდე კლასტერია და ამის ზემოთ კიდე არის განზომილებები და იქაც სიცოცხლე. აი, მაგაზე დავიწყოთ ახლა საუბარი. ცივილიზაციები და ვინ არიან ყველაზე განვითარებული სულები, აი ეს ანგელოზები, რუბინები ალბათ? არა, ეს სულიერი სამყაროა. ყველა ჩვენში არის სული. ეს თემა ყველასთვის ერთია. სულიერი სამყარო, ყველასთვის სულიერი სამყარო, ნებისმიერ პლანეტისთვის ლოგიკურია. აჰა, ანუ ჩემი სული შეიძლება რომელიღაც შემდეგ ცხოვრებაში, რომელიღაც ყველაზე განვითარებული. და შენ რაკამდე რამდენი რეინკარნაცია, ანუ რამდენი პლანეტაზე გიცხოვრია, იცი? არის. ძალიან მაინტერესებს და როგორ გავიგო. არსებობს რეგრესული ჰიპნოზი და მაგით გერგო. ვიცი ეგეც. ისე ამ რეგრესული ჰიპნოზისთვის მზად უნდა იყო ალბათ, ხო? მზად უნდა იყო ერთია და მეორე ის რომ არ შეიძლება რომ ყველასთან გაიარო რეგრესული ჰიპნოზი. მაშინ ცივილიზაციებზე ვისაუბროთ. რა რატო ვართ ესე დაბალსაფეხუროვანი და მე რა თუ მაღალ რატო ვართ და იმიტომ რომ ცოტა ხანი არაც ვართ. ეხლა სცენარეს ვუთხარ, ეს რატოა პატარა და ეს მეორე დიდი, იმიტომ რომ ეს გუშინ წინ დათესეს და ეს კიდე დიდი. აბა მაშინ ასე კითხა, ყველაზე მაღალ განვითარებულ ცივილიზაციურ სამყაროში რა ხდება? ჩემი ინფორმაციით, იმ ეზოთერიკულ ჯგუფებთან, ვისთანაც მე მეგობრობ, კონტაქტორებთან და ძალიან ბევრთან, ზოგადად ტელევიზიით ამის ლაპარაკი ბევრს ერიდება. შენო ხალხი გიცნობს ასეთ ისევ და შენ ილაპარაკეო და ეხლა მე რო თქვაო დაუშვათო რომ რაღაც არსებობს ცივილიზაცია ეს და ის და ამათთან მაქვს კონტაქტი და გავიგებ ეს გიჟეაო იტყვიან ხო ალბათ? ხო, ნუ არასერიოზულად ჩათვლია და ყოველთვის მეც ეგრე ვიყავ. ყოველთვის ფიქრობდი, რომ მეთქი აი რო ლაპარაკობენ აი ასტრალზე ლაპარაკობენ, აი მეტი საქმე ამ ხალხს არ აქვს. ამას უყურები არასერიოზულად, რა რომ ესე იგი ადამიანი რომელსაც სულიერებისკენ აქვს მიდრეკილება და აინტერესებს ის ეზოთერული ცოდნის მიღება უნდა, ესე იგი ცხოვრებაში რაღაც ან ვერ შედგა რეალიზებული ვერ არის ცხოვრებაში. და სხვაგან ეძებს ხო და სხვაგან ეძებს იმასაც თვითონ სინამდვილეში ვერ გააკეთა. ხო, ასე გეგონა. ესე მეგონა. ჩვენზე ესეთი რაღაცა ვიცი, ანუ დედამიწაზე რომ იმდენი ყურადღება რაც დედამიწის ცივილიზაციას galaktikაში აქვს, მათ შორის ბევრი დახმარება, რაც ჩვენთვის გაუწევიათ, ესეთი ყურადღება ჩვენ galaktikაში არც ერთ პლანეტას არასოდეს არ ქონია. წარმოიდგინე ესეთი რამე, ხო მილიარდობით წელი ჭირდებოდა ჩვენ პლანეტების ჩამოყალიბებას და რატო გვაქვს გამორიცხული, რომ ჩვენ პლანეტაზე თუნდაც 50 მილიონი წლით ადრე არ ჩაისახა სადმე სიცოცხლე. ეხლა როგორც ეს კასიოპეას ეზოტერიკული ჯგუფი აცხადებს, 5 ცივილიზაცია იყო. ჩვენი galaktikis 5 ცივილიზაცია, რომელმაც 20 მილიონი წლის წინ იპოვეს ერთმანეთი. წარმოგერას გეყვები. იპოვეს ერთმანეთი რას ნიშნავს? ესე იგი ჩვენ როგორც სულები
და როგორც ტექნოკრატიული დაუშვათ ცივილიზაცია, ეხლა ჩვენ გვაქვს კოსმოსში გასვლის საშუალება, ჩვენ გავდივართ კოსმოსში, მაგრამ ვერ გავდივართ ასტრალში. ჩვენ სხეულიდან გამოსვლა უფრო გვიჭირს, ვიდრე ფიზიკურად კოსმოსში გაფრენა. და ეს ცივილიზაციები დაუშვათ, რომლებიც თავისი ბუნებრივი ევოლუციის წესით იყვნენ განვითარებულები ჩვენსგან განსხვავებით, ყვებიან რომ 20 მილიონი წლის წინ თვითონ აღმოაჩინეს რომ არიან სულები, გადიან ასტრალში ისე რომ მეხსიერება ასტრალური აქვთ შენარჩუნებული, ეგ რას ნიშნავს? რომ გეღვიძება გახსოვს ყველაფერი. ეგ უკვე რამხელა უპირატესობაა. ესე იგი მე ხა ვიძინებ და შენ იცინებ და ასტრალში ერთმანეთს ხვდებით ველაპარაკებით, ეს გრძელდება საათობით, მე დილით ვიღვიძებ და შენ ყველაფერი გახსოვს. აქედან გამომდინარე, ამ ცივილიზაციამ როდესაც ამას მიაღწია, პრაქტიკა გააძლიერა და ეს მილიონობით წლები გრძელდებოდა, მიაღწიეს იმას, რომ ასტრალში დაიწყეს ძებნა სხვა ცივილიზაციების. და ესე იგი ასტრალში იმათ ერთმანეთი უკვე იპოვეს, მაგრამ კოსმოსში გასულები ჯერ არ იყვნენ. ესე იგი ცივილიზაცია იპოვა, ნახა ის ასტრალშიც ხო ისეთივე სხეულით გამოიყურება, როგორც თვითონ სხეულია. ხო და ერთმანეთი გაიცნეს, რამოდენიმე ხანი ქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ამბობდნენ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ კოსმოსში გასვლა ჯერო არ შეგვიძლიაო, სანამ ჩვენ არ ვიქნებითო კეთილსინდისიერებიო და კოსმოსში გასვლა ნიშნავდა, რომ სუფთა უნდა ყოფილიყავი. და შესაბამისად თავის პლანეტაზე სანამ ომები არ დაამთავრეს და სანამ თვითონ ერთმანეთში არ შერიგდნენ, მანამდე კოსმოსში არ გავიდნენ, წარმოედგინე. და ჩვენ შემთხვევაში? ჩვენ შემთხვევაში არის აბსოლუტურად პირიქით. ჩვენ უკვე კოსმოსში გასულები ვართ, მაგრამ ის რომ ჩვენ სული რო გვაქვს, მაგას რო ვერ ვაღიარებ და ეს გალაქტიკისთვის პირიქით არ წარმოუდგენელია. და აქედან გამომდინარე, ყველა პრობლემა, რაც კი ჩვენ გვაქვს, ურწმუნოება, რელიგიებში დაპირისპირება, ეს ყველაფერი მოდის მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ვართ სულები. უცხო პლანეტელებზე უნდა კითხო. ერეკლეშონია ამბობს ხოლმე არა მიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ უცხო პლანეტელები არასერიოზულად ჟღერს, ხო, მაგრამ რა ხდება მე? როგორ მართლა მაინტერესებს ეგ უწყობთ, რას ნიშნავს, როცა ვეკონტაქტები უცხო პლანეტელებს, ანუ თვითონ ეს ფრაზა გეხოცები განმიმარტე, როგორები არიან, სად არიან, ჩვენ რატო ვერ ვხედავთ, შენ რატო ხედავ, მე რატო ვერ ვხედავ? მე არ ვხედავ, უყურე როგორ არის. ზოგადად ჩვენ პლანეტაზე, სადაც ეხლა დღეს ვცხოვრობ, ცოტა შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ამ პლანეტის წამყვანი ცივილიზაციები ვინც არიან, კარგად იცი დიდები ვინც არიან, არც მაგათ არ დავასახელებ. თავიანთ სახელმწიფო პროგრამაში უდევთ ესეთი რაღაცა, რომ აკრძალულია, გაშარჟებულია, გაშაყირებულია ზოგადად სიტყვა უცხო პლანეტელი. იმიტომ რომ დღემდე არსებობს სინავითებში ჩამოგდების ფაქტები, დღემდე არსებობს ბაზებზე მათი არსებობის ფაქტები, რომელიც არის გასაიდუმლოებული, იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით არ ჭირდებათ რომ მოსახლეობა მეს იცოდეს, იმიტომ რომ ეს წარმოქმნის სამდროში ეს კარგს არაფერს არ მოიტანს. ეს თემა არის დახურული, იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებებს ჩვენ პლანეტაზე ეს არ აწყობ და ამას აქვს ლოგიკური მიზეზი, რომ ჩვენც არა ვართ ამისთვის მზად. სულ რამდენი ცივილიზაციაა და რომელია ყველაზე ბოროტი და ბნელი ცივილიზაცია? აი, ბოროტი ცივილიზაცია არის, ხოლმე როგორ არის? აი, განუვითარებელი მაშინ. განუვითარებელი. ჩვენს გალაქტიკაში მარტო ამ დროისთვის აუბე რომ არის 727 ცივილიზაცია, აქედან ვართ ჩვენც და 118 არის ვარსკვლავთა საბჭოში შესული. და ჩვენ არ ვართ ვარსკვლავთა საბჭოში, რა თქმა უნდა. შენ ვფიქრობ, ვართ? შენ უკვე წინასწარ გეტყვია, შენ რომ მოდიხარ იმ პლანეტაზე, რომელსაც ქვია დედამიწა, შენ უკვე სულიერ სამყაროში გაქვს ის ინფორმაცია, რომ აქ მიდიხარ იმ სკოლაში, სადაც სხვა სკოლების შესახებ არ იციან. ამიტომ შენ თვითონ დაეთანხმე, ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ეს პლანეტა, ჯერ მარტო იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქ იყო იესო ქრისტე. დღესაც ანუ თუ კი აქვს ცივილიზაციის იმის მოლოდინი, რომ იყოს მეორედ მოსვლა, მეორედ მოსვლასაც უყურებენ შიშით. ანუ მეორე მოსვლაში ხა იესო ქრისტე ბევრი დაინახო შეგული გაუწყდეს შიშისგან, იმიტომ რომ გონია რომ მოდის უნდა დაგსაჯოს. რატო ფიქრობ ვინმე რომ უნდა დაგსაჯოს, თუ კი შენ არ აშავებ? ესე იგი შენ აშავებ. ყველა ბავშვი ეგრე როდესაც ბავშვი რაღაცას აშავებს, იმას უკვე როცა აშავებს, შიში არის დანაშაული. ხო, როდესაც შენ არ აშავებ და შენ ვიხარია და ელოდები იესო ქრისტე ოდის მოვა, მაშინ მოვა, იმიტომ რომ უმეტესობა უნდა იყოს მაგ მდგომარეობაში. ცივილიზაცია როგორც ესეთი ეს ცივილიზაცია არის ჯერ ახალგაზრდა, იმიტომ რომ ამ ცივილიზაციამ უნდა გაიაროს რასიზმის პრობლემა, რასიზმის პრობლემა რას ნიშნავს?
უცხო ცივილიზაციასთან შენ როგორ აპირებ კონტაქტს, როდესაც შენივე პლანეტის შავკანიანი არ მოგწონს. ის რაღაცა სხვანაირი არ მოგწონს. ანუ ამას ვერ ეგუები, რასიზმი ვერ გადალახე და შენ იმასთან კონტაქტს როგორ დაიწყებ? ანუ ამ ხელა თვალებს რო დაინახავ, ხა ის შეგიყვარდა. წამოგენე ქართულ ენაზე რომელიც შეუძლიათ რომ რამოდენიმე თვეში ისწავლონ, აქვთ მაგის ტექნოლოგია რომ მალე ისწავლონ ენები და ეხლა წარმოგე რაღაცა 3 მეტრიანმა დითვალება რაღაც არსებობა რომ ქართულად დაგელაპარაკოს. ეგ ხო აი წარმოვიდგენელი იქნება. მზად ხარ მაგისთვის? ყველაზე დაბალი ცივილიზაციები როგორია და რა ხდება იქ? აი უწროვე არის ცივილიზაცია. დაბალგანვითარებული მაშინ. დაბალგანვითარებული რა არის? ჩვენ ხო ქონდა ჩვენი შუა საუკუნეები. ხო. რა ხდებოდა? ხის ბორბლებით შებმული ხარები. ისევ იქ არიან? ანუ ყველა ცივილიზაციას ტექნოკრატული განვითარება მიახლოებით ერთი გზით მიდის. არის თავშოთ ტექნოკრატული განვითარების 30 ქულიანი სისტემა. ამ წუთას ჩვენ გვაქვს 12 ქულა. ხთი? სად ვართ? 12 ქულა ატო ავიღეთ, იცი? მე 12 ქულა ავიღეთ, როდესაც ჩვენ გამოვიგონეთ თერმობირთული სინთეზი. ალბათ მე-13 ქულას ალბათ 100 წელი ვერ ავიღეთ. ამიტომ ეს ტექნოკრატული განვითარება დამოკიდებულია კიდე იმაზე, შენ თვითონ ცივილიზაცია რა დონეზე ხარ. ეხლა ჩვენ როდესაც დღეს ბოროტების კოეფიციენტი, თუნდაც ატომურ ენერგიას უკვე ერთმანეთის მუქარაში ვიყენებთ, ჩვენ რო შავი ხვრელის შექმნა შევძლოთ, რომელიც შეუძლია მთელი დედამიწაში თანთქოს, მაგის საშუალება არ უნდა გქონდეს. რა მაინტერესებს იცი ლევან? აი შენ მითხარ რომ დიდ თვალებიანებიო და მაღლებიო და ანუ სილამაზის აღქმა მაღალ ცივილიზაციებში არაა თუ იმათთვის უყურე ყველა პლანეტას აქვს თავისი მაგნიტური ველი, თავისი მიკროფლორა, თავისი ნიუტრონების ის შეერთება, რომლითაც ამა თუ იმ პლანეტაზე შეგიძლია ცხოვრება. ფიზიკურობას დამოკიდებულია გრავიტაციაზე და ზოგადად იმ ადგილზე. ჩვენი პლანეტა სილამაზეს ემოემსახურება. ჩვენი პლანეტა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პლანეტაა. ჩვენ ძალიან. არიან ანთროპომორფები, ანთროპომორფი არის როგორც აი მაიმუნის პრიმატისგან ევოლუცირებული, ხო რა თქმა უნდა. სული ისახება სულიერი სამყაროდან. იმ სხეულში, რომლის ნერვულ სისტემასაც აქვს იმის საშუალება, რომ დავუშვათ ადამიანმა ის მართოს. არის პლანეტები, რომლებიც თავშად ცივილიზაცია ყველა გვანან ერთმანეთს. ანუ იმ პლანეტაზე ეგ პროგრამა არ მუშაობს. ანუ იმ პლანეტაზე სხვა ფასეულობებია, იმიტომ რომ იმათთვის მნიშვნელოვანი უფრო ტელეპათიურად ლაპარაკობენ, უფრო მეტ დროს ასტრალში ატარებენ და განვითარება აქვს ის რომ გარედან ფიზიკურ სხეულის განსხვავებას მაგათთვის მნიშვნელობა არ აქვს. აი ამ პასუხის მოსმენა მინდა. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ თუ მაქსიმალიზაციაში დაიბადე, ესე იგი ეს სილამაზეები უკვე გავლილი გაქვს. ანუ სილამაზე და შეფასება სილამაზეს უკვე მატერიალურია. რა თქმა უნდა. შენ როდესაც აფასებ ადამიანს, რო არ მოგწონს სახეს და იმასთან ლაპარაკი რო არ გინდა, ეგ შენი პრობლემაა. იმიტომ რომ შენ თვლი რომ ამ ვიზუალს იქეთ არ გჯერა რომ ეს შეიძლება კარგი ადამიანი იყოს. რატო არ გჯერა? იმიტომ რომ შენ ესე ხარ გაზრდილი. და შენ რო იყო იმ პლანეტაზე გაზრდილი ისე გეგმავდა. სილამაზეს რამხელა ყურადღება ექცევა ამ პლანეტაზე? იმიტომ ექცევა რომ სინამდვილეში სილამაზე არის სიყვარულის ერთ-ერთი ფორმა და სიყვარულის ერთ-ერთი ფორმაც არის ღმერთისკენ სწრაფვა. შენ თუ სილამაზეს ემსახურები, ნაწილობრივ ღმერთს ემსახურები. ყველა ეს მსახურება, რომელიც ადამიანი მსახურობს სილამაზისთვის, სიკეთისთვის, ეს ყველაფერი განვითარებს. და ანუ სილამაზე ცუდი არ არის, იმიტომ რომ ეს ღმერთის არის და სილამაზისკენ სწრაფვა არის ღმერთისკენ სწრაფვა. და ამ ხრივ ჩვენ ესე ვითარდებით. ცივილიზაციებზე ვისაუბრეთ უკვე და ეხა გადავიდეთ. როგორ ფიქრობ, შეიძლება რომ ისინი გაგვიბრაზდნენ? და ხელი ესე მიგკრეს. მე ხო თქვი რომ დიდ თვალება და მაღალი არსებები არის. ესეთი კონტაქტი არ არის. არ გაგვიბრაზდებოდა. კაი, შევცვალოთ პერანგი და განვაგრძოთ. სულიერ სამყაროებზე მინდა რომ გადავიდეთ. სულ რამდენი? სამყაროზე ერთი სულიერი სამყაროა. მართლა? განვითარების სხვადასხვა იერარქიები. სულიერ სამყაროს განვითარება აჭირდება. სულიერ სამყარო უკვე არის ის სამყარო, სადაც არის ჩვენი მუდმივი სახლი, სადაც ჩვენ სულ ვცხოვრობთ. იქ არ არის დრო, ანუ იქ არ არის ხვალზე, მაგრამ სუბიექტური დრო არსებობს, რა თქმა უნდა. იქ არის სულ დღეს და ის დღეს არასოდეს არ მთავრდება. აქედან გამომდინარე, სულიერ სამყარო არის ერთი დიდი სამყარო, რომლის შიგნითაც იმყოფება მატერიალური სამყარო. სულიერ სამყაროს არ აქვს
ზომა. მას შეუძლია იყოს ყველგან და სულია ადამიანურ ენაზე წარმოდგენა. ადამიანურ ენაზე მასშტაბი, სულ ეს იყოს განუსაზღვრელი მასშტაბი აქვს და აბა ეს ქერუბინები, ანგელოზები და ყველანი თვითონ სამყარო სულიერ სამყაროს შენენ თავის საფეხურებზე. ხო, ესე გამოდის რომ საფეხურები არის. საფეხურები არის, ოღონდ მასშტაბი არ არის. საფეხურები როგორ საფეხურები განისაზღვრება თვითონ სულები ვინც არიან, ისინი თავიანთ თავს განსაზღვრავენ იმ სულიერ სამყაროში, იმ საფეხურზე, რომელიც თავიანთის თავისუფალი არჩევნით მივიდნენ. ხო. როდესაც ამბობენ, რომ აი ძალიან გაღიზიანებული, როდესაც ადამიანი არ ჯერა, არ წამს ღმერთის დამსო, ღმერთმა რატო დაუშვა ჯოჯოხეთის არსებობა, თუ კი ღმერთს უყვარდი, ესეთ კითხვებს სვავენ ხოლმე, რაზეც ძალიან მარტივი პასუხია, რომ ღმერთმა ჯოჯოხეთი კი არ დაუშვა. ღმერთმა დაუშვა თავისუფალი არჩევანსუბლება, ანუ შენ მოგცა იმის არჩევანი შენ როგორ გინდა რომ იყო. ამიტომ შენ ქმნი იმ ჯოჯოხეს, თორე ღმერთი კი არ. აქედან გამომდინარე, არსებობს ძალიან დაბალი სულიერი სამყაროს საფეხურებიც. აი როგორია ძალიან დაბალი. აღწერილი არის, ასოპიას გუნდში არის აღწერილი. უცხო პლანეტელებისგანაც არის ეს ინფორმაცია. არის ვარსკვლავთა საბჭოს ხედვა სულიერი სამყაროს კვლევა ვარსკვლავთა საბჭოს. ცოტა ზღაპრულად წარმოიდგინე, ამას არ შეხედო სერიოზულად, მაგრამ იმ ინფორმაციას მაინც ვიტყვი. ვარსკვლავთა საბჭო, რომელიც დაუშვათ არიან მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ სულიერ სამყაროს და იკვლევენ 20 მილიონი წელია, წარმოიდგინე. სულიერ სამყარო ჩამოაყალიბეს 24 საფეხურად. პირველიდან მე-6-მდე არის დაბალი, ანუ ბოროტების სამყარო ქვია. მე-6 საფეხური არის არხონტები, რომლებიც არიან ამ ყველა დაბალი საფეხურების მმართველები. მერე მოდის მე-7, მე-8 საფეხური, ეს არის პლაზმოიდური საფეხურები, რომლებიც ის თავშად სხვადასხვა განზომილებების სულები ძირითადად მაქედან მოდიან, რომლებიც ქმნიან მატერიალურ სამყაროს. მერე მოდის მე-9-დან მე-16-მდე საშუალო, ეგრეთ წოდებული საშუალო სულები, მე-16-დან 24-მდე უკვე ჩვენ რასაც ანგელოზებს შევძახით. მასწავლებლები. ანუ თითო სიცოცხლის მიზანი არის, რომ სულიერ სამყაროში თუნდაც ორი საფეხურით ზემოთ ახვიდე ყოველი დაბადების შემდეგ. 24 საფეხური ჩვენთვის ითვლება ბოლო საფეხურად და ანუ ქრისტიანულად ეს არის სერაფიმები, ყველაზე მაღალი და იმის ზემოთ კიდე არის, როგორც ჩვენთვის უკვე გაუგებარია. რაც უფრო მაღალი იერარქიის სულია. სულებს ფორმა აქვს. სულს ფორმა აქვს. ფერები. თვითონ აი შტაინერს აქვს მაგალითად ჩაკრების ყვავილები რო არის ლოტუსი, ხო? აი ესეთია სულებიო. შტაინერი რაღაცა ასეთ. სულ შეუძლია მიიღოს ის ფორმა, რომელს ხელშიც იყო და იმ ფორმის მიღება, რომელს ხელშიც იყო, მისთვის ადვილია. როგორც მაგაში ხარჯავს ენერგიას. ეს სულები აქ არიან, ამ სამყაროში, ეს ხელუგარეშე სულები. ამ სამყაროს ახლა იქ მატერიაში სადაც ვართ, ამის მიღმიერი არის ამ სამყაროს ასტრალი. დედამიწის ასტრალში შეუძლია სულს მოვიდეს, მაგრამ მაგისთვის ხარჯავს ენერგიას და ანუ უნდა ჭირდებოდეს. ტყუილა არაფერი არ ხდება, ისე რომ სულები უბრალოდ რაღაცებზე რაღაც დააბოდიალობდნენ და არაფერს არ აკეთებდნენ. ეგეთი რამე არ არსებობს. ანუ თეოსოფია როგორ ხსნის, იცი? სხეული რო კვდება, ფიზიკური სხეული. დაახლოებით ამ მატერიალური სამყაროს გაგებით 20 წელი კამალოკაშია. ანუ კამალოკას ეძახის იმ გარდამავალ გამოცდილებას და კამალოკადან გადადის შემდეგ უკვე სულიერ სამყაროში. დევახანას ეძახის შტაინერი. სულს ჭირდება სიცოცხლის ენერგია. სიცოცხლის ენერგია სულიერ სამყაროდან რო გამოდიხარ, მოგაქვს იმდენი, რამდენ წელს ცხოვრებას აპირებ. თუ შენ აქ დავშა ჯანმრთელობა დაიზიანე, შენ სიცოცხლის რაოდენობას ვერ მოიკლებ, ამიტომ რომ შენი სიცოცხლის შეწყვეტას უკვე ღმერთი წყვეტავს. მან ბოლო სიტყვა მაინც ღმერთის არის. აი ლევან, რა მაინტერესებს, იცი, აი ბავშვი რო გარდაიცვლება, ამ შემთხვევაში რა გამოწვევა? ბევრი ვარიანტია მან ესე გადაჭრით ვერ იტყვი, რაც მე გამიგია რომ წარმოგინე, ჩვენ ვართ ახლა მესამე სიმკვრივის დონეზე და სულიერ სამყარო არის მე-60 სიმკვრივი, ანუ ყველაზე თხელი. როდესაც დავუშვათ 35 სიმკვრივის დონიდან დაბლა თუ კი შენ ერთხელ მაინც არ დაბადებულ ხარ, შენ სულს არ შეუძლია დაწიოს ისე ვიბრაციები მატერიალურ სამყაროში, რომ პირდაპირ დედამიწაზე დაიბადოს. ამიტომ უნდა დაიბადო ჯერ პლაზმოიდურ სამყაროებში, სადაც უნდა გააკეთო ღმერთის საქმე, რასაც ქვია სამყაროს შექმნის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ანუ ის თეატრი შენ უნდა აშენო, სადაც საბოლოოდ მსახიობი შენ იქნები.
ოჯახსაც შენ ირჩევ ყველაფერს. ყველაფერს შენ ირჩევ, იმიტომ რომ შენი ნების გარეშე, შენ ნებაზე ვინმე ძალადობს, როგორ შეიძლება ღმერთს უნდა რომ შენ პიროვნებაზე იძალდონ, ან სულზე იძალადონ, ან იმიტომ იძალადონ რომ გაჩნდი სადღაც და შენ ეს არ გინდო და ანუ რაც შეიძლება იგი გაძალებენ რაღაცეებს. ამ სამყაროში სული მეხსიერებას რატო კარგავს? ყველა სული კარგავს მეხსიერებას, ყველა სამყაროში დავადებას, იმიტომ რომ ეგ არის პრინციპი. ეს გვჭირდება ჩვენ წარმოგიდგენ ახლა შენ როდესაც გახსოვს ის თუნდაც სულიერი სამყარო გახსოვს, საიდანაც მოხვედი, ყველაფერი აზის კარგავს, იმიტომ რომ შენ უკვე ყველაფერი იცი. განვითარებული ვარ უკვე და ყველაფერი იცი, არც სიკვდილის გეშინია, არც პროგრამების გეშინია, არც რაღაცა გააფუჭო, არაფრის შიში არა გაქვს. აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული ხარ, იმიტომ რომ გამოღვიძებული ხარ და შენ უკვე რწმენაც არ გჭირდება, შენ ყველაფრის ცოდნა გაქვს და შენ ხარ უკვე უპირატესობაში და ეგ ხო უკვე არ არის თანაბარი პირობები. დღეს რა ხდება ამ პლანეტაზე და ამ სამყაროში და რატო დაიწყო ეს მასიური შეიარაღებული ბრძოლები? ყველა ამბობს ამას, ძალიან ბევრი ეზოთერიკული ჯგუფები ამბობენ, ძალიან ბევრი კონტაქტორები ამბობენ იმას, რომ პლანეტას რაც იყო დაუშვათ 2000 წლის წინ, როდესაც იესო ქრისტე სულველი გამოთქვა, რომ ამ პლანეტაზე მოსულიყო, იმიტომ რომ ეს ხალხი აეწია ვიბრაციები, თუ ერთ-ერთი მიზეზი რა იყო? ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ პლანეტა თვითონ ფიზიკურ დონეზე წევდა ვიბრაციების მაღლა. და მაგ დროს სულიერ სამყაროსგან ჩარევა, რასაც ერქვა აქ იესო ქრისტეს მოსვლა, ეს ჩარევა იყო ძალიან დროული, მატერიალისტურად, იმიტომ რომ ვიბრაციების აწევის პერიოდში ადამიანები განქრისტიანობას მიიღებდნენ და სულიერ საფეხურს აწევდნენ. ანუ იმ ეპოქამ, რაც დაუშვათ იესო ქრისტეს მერე მოდის დედამიწა ბევრად განვითარდა ამ 2000 წელიწადში და დანარჩენ 100,000 წლებში, რასაც ეს კაცობრიობა მოდიოდა. რატომ მოხდა ეგ? იმიტომ რომ სულიერმა სამყარომ დაასინქრონა სულიერი ზრდა იმ მატერიალურ მდგომარეობასთან, რასაც თვითონ პლანეტა წევდა ვიბრაციების მაღლა. ანუ ამასაც მნიშვნელობა აქვს. ანუ სულიერი სამყარო სინამდვილეში იმასაც ითვალისწინებს მატერიალურ სამყაროს რა მდგომარეობა აქვს ფიზიკური. მე როგორც ვიცი, აწის შემდეგი 80 წელი იქნება ვიბრაციების აწევის ერთი ეტაპი, რომელიც აბსოლუტურად შეიცვალა პლანეტაზე მდგომარეობა. ვინც მაღალ ვიბრაციების სული არ იქნება, ისინი ამ პლანეტიდან ნელ-ნელა წავლენ. იმას ეს ომისგან იქნება თუ ეპიდემიისგან, პლანეტისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, დაცული სამყაროსთვის. აი რას ნიშნავს მაღალი ვიბრაციული სული? მაღალი ვიბრაციული თვითონ ნახე, აი პლანეტაზე დღეს არის ორი დაპირისპირებული ბანაკი, ეგრეგორიალურად, ეგ რას ნიშნავს? ანუ ესენი არიან ამერიკა, ევროპა და ის ქვეყნები, რომლებიც არიან დასავლეთი, უპირისპირდება მილიარდიან ჩინეთს, რუსეთს, კორეას და ესეთ ქვეყნებს. ამ ქვეყნებს რა აერთიანებთ? ამ ქვეყნებს აერთიანებთ სამყაროს ხედვის თავისი მიმართულება. ისე როგორც თვითონ ხედავენ სამყაროს, ეს ხედვა არის სწორი. ეს არის ეგრეგორიალური ენერგია. ორი ენერგიის ის არის რა, ერთმანეთთან დაპირისპირებული. აქ არის მნიშვნელობა იქ, რომ თვითონ ზოგადად პლანეტაზე არსებობს დაპირისპირების ეგრეგორი. მე მოგიგეშე, როგორც კი ჩვენ თამაში დავიწყეთ. ეგ ხო უკვე ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ერთმა აუცილებლად უნდა წააგოს. ანუ ვიღაცას უნდა ეწყინოს, ხო? და მეორეც უნდა გაუხარდეს. შენ პრეცედენტულად დაშვებული გაქვს, რომ ერთი მხარე იყოს წაგებული და მეორე მოგებული, ეს თვითონ გლობალურად პლანეტაზეც ქმნის მაგ ენერგიას, როდესაც ერთი მხარე იქნება ყოველთვის დაპირისპირებული მეორესთან. ეს რო გაქრეს სამყაროში ჩვენ პლანეტაზე რომ ომები დამთავრდეს, ჩვენ უნდა შევეშვათ დაპირისპირებას. და ანუ ეხლა რა ხდება, რა გამოდის? საბოლოოდ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთის ხოცვა. ზემოდან რო შეხედო ამ ყველაფერს, რა არასერიოზულია, რა ეს პაწაწუნა არსებები რო ამ შეგნება და ძალიან არასერიოზულია. აი უცებ რომ გამოხვიდე და ზემოდან შეხედო ამ ყველაფერს. შეგნება არის და მაგას რა იწვევს ამბიციები, ეგოიზმი, გაუმაძღრობა, უპირატესობის მიყენება, ზეწოლა, ძალადობა, ეს ძალადობა წარმოქმნის. ანუ ეს 80 წელი ომებში ვიქნებით? არა, მომავალი არსებობს ერთგვაროვანი, იმიტომ რომ არსებობს თავისუფალი არჩევანი. ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალი გვაქვს დავუშვათ 10 სხვადასხვა მომავალია, მაგრამ არის მომავალი, რომელსაც უფრო მეტი შანსი აქვს რომ განხორციელდეს. და არის მომავალი, რომელსაც ნაკლები შანსი აქვს. უფრო მეტი შანსი რას? საბოლოოდ, უფრო მეტი შანსი არის, ანუ 70% ალბათობის რომ ესე იქნება. აი, დავუშვათ 2023 წელს ომი რო დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის, 70% იყო მაგის ალბათობა, რომ ეგ ომი არ დაიწყებოდა.
30%-ში განხორციელდა, ანუ ნაკლები რაც იყო შანსი, იქით წავიდა და დაიწყო ეგ ომი. ეხაც ეგრეა, შეიძლება 70% იმის შანსი იყოს, რომ ომი დამთავრდეს, მაგრამ 30% შანსი იყოს, რომ არ დამთავრდეს. აი საქართველოში და ამ მიწაზე მყოფი სულები რა ვიბრაციებში არიან, როგორ ფიქრობ? ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეგრეგორი და ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეგრეგორიული ამოცანები. აი ქრისტეს ეგრეგორი გიცავს ზოგადად. ქრისტეს ეგრეგორი, ანუ ზოგადად ქრისტიანული ეგრეგორი პლანეტაზე არის ყველაზე მაღალ სფეროში. შესაბამისად, ქრისტიანული ეგრეგორი რას ნიშნავს? ჩვენი ყველას ლოცვა და ენერგია ასული, სულიერ სამყარო მდემისული, ანუ ჩვენს ნეოსფეროში გროვდება და ყველა ქრისტიანს ის ენერგია, რომელიც ჩვენი რწმენი და ჩვენი სიყვარული ლოცვის სახით დაუშვათ გამოვყოფთ, ის ენერგია ჩვენ ანუ ეს ყველაფერი ტრიალებს, გიბრუნდება უკან. შენ გაძლიერებს შენი რწმენა, იმედი და შენი ეგრეგორი გიცავს. იმდენად შენ გაქვს სიყვარული ეგრეგორის მიმართ. ლევან, ეხა ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად უყურებენ, შეიძლება ჩათვალონ და თქვან, რომ ეს ყველაფერი არის თვითგაბრუება და თვითგადარჩენა და მოგონილი რაღაცა ზღაპრები, რომელსაც რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს. რა ეთყოდი ამ ადამიანს? მე ვიტყოდი, რომ ეს ეგრე ვფიქრობდი. ამიტომ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ჩვენ შევძლოთ გავაცნობიეროთ, თუნდაც დავიწყოთ პრაქტიკა. პრაქტიკა იმის, რომ შევძლოთ გავიდეთ ასტრალში. თუნდაც ერთი წუთით. არის ესეთი პრაქტიკა, ადამიანს შეუძლია ყოველდღურად ეს თავის ხელებს შეხედოს რამდენჯერმე და ეს გადააქციოს ჩვევად. თუ ახლა ეს არის ჩემი ხელები და მე ვარ ფხიზლად, მე ვხედავ ჩემ ხელებს. და ვაცნობიერებ სადუა. აქ და ახლა. ხო, აქ და ახლა. თუ ამას აკეთებ ერთი თვის განმავლობაში, ისე ხდება, რომ ხანდახან ამას სიზმარშიც აკეთებ. თუ კი ერთხელ მაინც დაგემთხვა ესე, რომ სიზმარში შენ ესე გააკეთე, ეგრევე აცნობიერებ, რომ სიზმარში ეს რო გააკეთე და დაინახე ხელები, უცებ შენი სიზმარი ჩერდება, აცნობიერებ იმ სიზმარს და მაგ დროს აზროვნებით ხვდები, რომ შენ სხეულში არ ახარ. ერთი წამი მაინც გააცნობიერებ, რომ შენ სხეულში არ ახარ და მაინც შენ ხარ და შენ სხეულს ძინავს და შენ ხარ სადღაც და ამ დროს ის ვინც ხარ, შეგეძლია იყო, რამდენი ხანიც გინდა და აკეთო რაც გინდა, ეს შეგრძნება გაძლევს იმის გაგებას, რომ შენ ხარ უკვდავი. აი ალექსი გოგოლაძე მითხრა ძალიან მაგარი რაღაცა და აი მან თქონდა აი ეგეთი რეაქცია, რომ ეხავ დააკვირდიო შენ სხეულსო. შენი სხეული ხარ თუ ის ვინც აკვირდებაო? ხო. და ის ვინც აკვირდება, აი ეგ ხარ შენ. კი ბატონო, მართალი. აუცილებლად მაგეთ უნდა წავიდე. პირველ კითხვას ვუბრუნდები, შენ ხატავ ამ ყველაფერს. რას ხატავ, თქო, ესე დავიწყე გადაცემა და ხო, მე ვხატავ იმას. შენ ხატავ ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ხო? რასაც შენ ხედავ. ხატავ და ვთვლი, რომ ფიზიკური შრომა ამ შემთხვევაში, რომ ფიზიკურად რაღაცას აკეთებ, რაც თუნდაც ტილოზე დარჩება, და 140-მდე ტილო მაქვს უკვე დახატული. ერთ-ერთ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. ეხლა ვამთავრებ ძალიან ისეთ საინტერესო ტილოს. მე რაღაც Facebook-ზე გამოვაქვეყნებ და ის ტილოები, რაც 3 წლის განმავლობაში დავხატე, ყველა არის ეზოთერული, ყველა არის ენერგეტიკული და ყველას აქვს ისეთი დატვირთვა, რომელიც მე გავატარე და ჩემგან გამოვიდა. ანუ იმდენად ფერწერული არა, რამდენადაც ენერგეტიკული. ლევან, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩემი სტუმარი. შევეცადე, რომ ცოტა ისე ბევრთვის გაუგებარი იყოს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოიცავ. ვინც გაიგებს. და ვიღაცა ვინც ვერ გაიგებს, იმასთანაც ჩაირთვება ეს რაღაც პროცესი ჩაეშვება. ძალიან კარგი იქნება თუ საბოლოოდ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი უნდა მთლიანობაში გავითავისოთ, გავიგოთ რა არის ასტრალი, გავიგოთ რისთვის ვართ, ძალიან არ ვიყოთ ჩაბმულები მატერიალისტურ ცხოვრებაში, გავანვითაროთ ჩვენი ნიჭები. აი აგრესიას რა უყოთ, რაც საქართველოშია. მაგაზე კაი პასუხი მაქვს როგორი, იცი რომ აი ცივილიზაციებს აქვს ეს თინამე ნათქვამი, რომ ქვენო როგორც ცივილიზაციო ნებისმიერი, თუ კი ცივილიზაცია სხვა ცივილიზაციებს არ ეძებს, ნახე, არავის არ ეძებს. თავის პლანეტაზეა ჩაკეტილი, ერთმანეთს ჭამენ, არავინ არ აინტერესებს და შეუნები უცხო პლანეტები არიან და არ გვინდაო კაცო, იყვნენო. ეგ რას ნიშნავს? ისინი ანუ განწირულები არიან განადგურებისკენ. როდესაც შენ არავის გარეთ არ ეძებ, ეგ კონტაქტი აღარ გინდა. გინდა რომ მარტო შენ პლანეტაზე იყო და არავინ არ გჭირდება. რისკენ ახალ მიმართული უკაც ანუ რასთან ვითარებ. ესეთი პლანეტები, რომლებიც თავის ჭამაზე არიან გადასულები, ისინი სხვებსაც არ ჭირდება. ამიტომ თუ კი ჩვენ სიყვარულს გავუშვებთ სამყაროში, აუცილებლად დაგვიბრუნდება. ჩვენ არ ვუშვებთ. ჯერჯერობით არ გცალია, ჯერ ომებისთვის გცალი.
აი რომ დავამთავროთ მომბანას და ზევით ავიხედებით და რაღაცას ვიკითხავთ. მოდით როგორ გავხდეთ უკეთესები, აუცილებლად გვეტყვი ამას. მოკლედ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ლევან და მიხარია რომ ჩვენი საუბარი შედგა და მე მგონია რომ კიდევ არაერთხელ შედგება ჩვენი საუბარი. გაიხარე. დიდი მადლობა. ყოველ დღე დამალევინე 1 ბოთლი ლუდი და აბსოლუტურად არანაირი შეხება აღარ მექნება სულიერ სამყაროსთან, იცი? 0. როგორი 0, იცი? ერთი ფიქრი არ მოგია. აბსოლუტურად 0-ზე გადიხარ. ერთი ნაპასი მოსაწევი, 1-3-4 დღით ვაფშე გაგდებს. ღმერთო, რაღაცა რო ფიქრობ, აი მაგას ვეღარ ფიქრობ. იცი რატო ვერ ფიქრობ? აი ფიქრის მობილიზაცია არ შეგემთ რომ მართალი არ ხარ, ნახე? ნასვამი რო ხარ, მართალი არ ხარ და თუ შენ მართალი არ ხარ შენ თავთან, ღმერთს ვერ ელაპარაკებ.